შეკითხვა. 8 წელიწადი სად ვიყავი? ხო, ამდენ ხან სად ვიყავი? ხო, ეს დასვი შეკითხვა. ეხლა დაილოცეთ ჩემს խոսს. არა უშავს, ჩვენი ხალხია ყველანი ქალბატონო. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. საქართველოს მასწავლებლები. რა თქმა უნდა, და უნდა შეძლოთ საუბარი. ჩუბია და ხე? მეათეთ ამბობთ ერთ ეგივეს. შეიძლება ხო? ჩვენ პუტინმა ქალბატონო, თქვენ საუბარი შეგიძლიათ საერთოდ? გინდათ საუბარი? საუბარი ხდება არა ოღონდ ხონდა მოისმინოთ ჩემიც. ჩემიც ხო რატომ იწევთ იქეთ? მობძანეთ აქეთ და მოისმინოთ. ხო დასვით შეკითხვა. მაგრამ მარტო თქვენ საუბრობთ, მე არ მისმენთ და როგორ გამოვა ესე? ხო შეიძლება. ხო შეიძლება მეც დამელოდოთ არა და მეც მომისმინოთ. თქვენ დასვით კითხვა 8 წელიწადი მანამდე მიშას ყველაზე მეც მიშას მე ვეხმარებოდი პირველი 2 წელიწადი. 2 წლის განმავლობაში დამელოდეთ. 2 წლის განმავლობაში 2 წელიწად ნახევარი თელ ხელისუფლებას მე ვაფინანსებდი. ყველა მინისტრს, ყველა დეპუტატს ხელფასებს მე უხდიდი, იმიტომ რომ 10 ლარი ჰქონდათ ხელფასი. მეტი ხელფასი არ იყო. როგორია მინისტრს 10 ლარი რომ ექნება, ის რომ მილიონებზე ხელს აწევს, ის ნორმალურად მოაწერს? რომ არ ყოფილიყო კორუფცია. რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში ქთამის აღება. ამას ეს ჩემი მონაფიქრი იყო. დამელოდებით? დამელოდებით? დამელოდებით ცოტა რომ მიიღოთ ჩემგან პასუხი. თქვენ გითხეთ 8 წელიწად სად ვიყავით? ეხლა მე გითხრით ყველა წელიწადს. აი 8 წელიწად ჩამოგითხრით პირველი წლიდან ბოლომდე. ხო დამელო ხო ჩამეკითხეთ. არა უშავს, ქალბატონო, ჩვენი ქვეყნის ქალბატონო, რატო ხმობ? რატო ყირიხართ? რატო ყირიხართ? ქალბატონო, მაგით ახლა თქვენ მიშას აზარალეს, ამას კამერები იწერებენ. მარტო თქვენ რო ყირიხართ და მიშას გაუმარჯვებთ. მეც მომისმინეთ ახლა დამელოდეთ. რატო ჩხუბობთ? თქვენ ტელევიზიით ამტკიცებთ ბატონო. არ შეიძლება მოისმინოთ. პირველი 2 წელი ჩამოგითვალეთ, ხო? დამელოდეთ 2 წელიწად ნახევარი. ყველა გარნიზონს მე ვაშენებდი ჯარის. ყველა ჯარისკაცს მე ვაცმევდი და მე ვაჭმევდი. დახეული ჯინსებით და ჩუსტებით რო დადიოდნენ ჯარისკაცები 2003, 2004, 2005 ყველა გარნიზონი ჩემი აშენებულია. გორნის გარნიზონი ჩემი აშენებულია. დამელოდეთ ქალბატონო, დამელოდეთ. 8 წელიწად იმკითხეთ და მოხვობით ახლა ნელ-ნელა დამელოდეთ, რა მაქვს გაკეთებული, ხო, სად ვიყავი მე ხო ჩამეკითხეთ. მე გიყვებით ამას. ეს ჩამოგითვალეთ. დეპუტატები, ხელისუფლება, ხელფასები ცალკე ფონდი შევქმნილი, რომელსაც მარტო მე ვაფინანსებდი, რასაც 200 ფონდი ეხლა და შენივართ იცის მიშამ და ყველგან გამოქვეყნებულია. ჯარში თუ რამე კეთებოდა, ბატინკები ბიჭებს ადიელები რო არ ქონდათ და სახლიდან მიქონდათ. მე შემოვიტანებ, ყველა გარნიზონის ფული ჩემი დადებულია, რაც აშენდა ჯარის. ყველა ჯარისკაცის აბონდიროვანი ჩემი აკეთე. ახლა დამელოდეთ, ქალბატონო. ქალბატონო, გავიგეთ ესა, გავიგეთ. იქნება ეხლა პეტატილინებოთ მოიწვიეთ. რომელიც არის თქვენ საიდან ბრძანდებით? არა, დასახელეთ თქვენ სოფელი. მერეთიდან ბრძანდებით. თქვენ რომ მერეთელი ბრძანდებით და გაგიჩნდათ ზედმეტი შესაძლებლობა იმეს გინდა დაეხმაროთ. საჩხერეში წახვალთ და საჩხერეში დაეხმარებით პირველ თუ მერეთელს დაეხმარებით. ძალიან დიდი გაჭირებისას როცა ხალხს ერთად დამელოდეთ 8 წელს, მაშინ ხო მაინც შეგეძლო ცოტა გადაგინაწილეთ. ერთად დამელოდეთ. მე რამდენი გადავანაწილე ნახეთ თქვენ. მომისმინეთ. 400 სკოლა ვინ გაარემონტა თბილისში? არ ვიცი. არა, თქვენ ის გინდათ იცოდეთ მარტო რა თქვენ იცით. გაარემონტა და მთავრობამ გაარემონტა. აი, ხედავთ როგორ საუბრობ. თქვენ არ წაბრძანდეთ, არა, დამელოდეთ. ის რომ მე საჩხერელი ვარ და პირველი რაც შევძელი და პირველი საჩხერელს დავეხმარე. ეს დანაშაულია? აბარა. ის მაგიროთ რომ ქართული მასწავლებლის საჩხერელი მასწავლებლის 300 ლარი დაგერიცხა. ყველასთვის 1000 ლარი დაგერიცხა და აი მაშინ იქნება. აი მაგაზეც გიპასუხებთ. ქალბატონო, ეს საერთოდ რომ თელ მასწავლებლებს ბიუჯეტიდან მე ფული დავუმატო, სახელმწიფოს გარეშე არ გამოდის.